და მე ვფიქრობ, რომ საერთოდ აუცილებელია, რომ ასევე დიდი ყურადღება მიექცეს მედიას. პუტინი როდესაც მოვიდა ხელისუფლებაში და ეხა არავინ არ დაიწყოს პუტინს ვედრებით და იმას ლუკაშენკოს. დიახ, პუტინსაც უნდა მივედარო და ლუკაშენკოს, იმიტომ რომ პუტინი რომ არ ყოფილიყო, რუსეთი დაიშლებოდა და დაშლილიც იყო ფაქტობრივად. და ლუკაშენკო რო არ ყოფილიყო, იგივე ბედი ეწეოდა ბელორუსს, რა ბედიც ეწია საქართველოს. ყველა საწარმო ფაბრიკას გაანადგურებდნენ და ნაცარტუტად აქცევდნენ იქაურობას. და ამ ხალხმა პირველი რაც გააკეთა, ლუკაშენკომაც და პუტინმაც, მოუგრიხა კისერი მოღალატე მედიას. ის NTV, რომელიც იყო იმ რა ქვია, იმ დასავლეთის სპეცსამსახურების ხელში, NTV-ს გადაუკეტა ჟანგბადი პუტინმა. და ჩვენ სამწუხაროდ აი აქ ეხლა ეს თავარი არხი რომ აღარ ასისცინებს აი ამ რაღაცა ენას და ბოდიში და რაღაცა სიბინძური აღარ მოდის, კი ბატონო, ეს არის პლუსი. მაგრამ აი ეს თავარი ესეთი გველები, რომლებიც არის გველის ბუდე, რომელიც არის გველპირველში და იმ იმაში ფორმულაში, ეხლა ეს აქუს დუქანი გინდა ყოფილა, გინდა არა, ეგ იყოს ეხლა იქა დაითბილოს ფეხები და თუ გინდა აჭუმპალაოს ფეხები შიგნით და რაც გინდა გააკეთოს, ეს არა ამინც არ აქმნის აქუს დუქანი. მაგრამ აი ეს გველპირველი, რომელიც აი შხამავს საზოგადოებას და სიცრუის ტირაჟირებას ახდენს, ის ხო მათ მიმართ ხო შეიძლება რომ გატარდეს ღონისძიებები სიცრუის გამო კი არა. ანტისახელმწიფოებრივი ქმედების გამო, თორე ხა სიცრუის გამო არ შეიძლება ტელევიზია გამორთო და აუგზავნოს საქმიანობა. აი ხა იმ დღესაც ესე იგი ატეხეს ამბავი, ჩვენი ჟურნალისტი მოიტაცესო და საბოლოოდ აღმოჩნდა რა? აგერ ეს კაცი ყვება თვითონ რაშიც იყო საქმე. სათყავთ ჩვენი ოპერატორი, თქვენ ახლა ჩართული გაქვთ და უყურებთ იცით თავდასხმასთან დაკავშირებით. წაათრიეს TV პირველის ოპერატორი და ჯიბეში ჩამიდეს რაღაც პლაკატის გამო დააკავეს და თან წამალი ჩაუდეს. ისევე ყავდეთ ჩატენილი პოლიციის მანქანაში, როგორც არაერთი ჩვენი სხვა თანამოქალაქე ჩაუტენიათ ამ დღეებში, სადაც აწამებდნენ, შეურაცხყოფდნენ და ჩვენ არ ვიცით რა მდგომარეობაშია ეხა ჩვენი კოლეგა. მაგრამ სამინისტრო არ გეუბნება მის ადგილსამყოფელს. მგონი ზუსტად ის დროა, რომ ახლა ფიზიკურად დავიცვათ ერთმანეთი. ამ დრომდე მალავენ იზოლატორს, სად არის გადაყვანილი ლაშა. იზოლატორის დამალვა აჩენს ეჭვს, რომ ის არის ნაცემი. მოვიდა ეს ადამიანი საკმაოდ კეთილგანწყობით, გასცა მითითება, რომ დავესვი კამერების ქვეშ, რომ შემდეგ ნოდარ მელაძეს არ გაეშვა შაბათის სიუჟეტში, რომ მე მცემეს. მე განუცხადე ესეთი რამე, რომ მე რო გავალ აქედან, მე ვიტყვი არავის არ უცემი ვარ. რეალურად არ უცემი ვარ. ატენური ღვინო რაღაც და როდის ვიქეიფოთ ერთად პოლიციელებთან ძალიან ისეთ კონტაქტში. ლამის ყავაც კი მომიდუღეს, წყალი ხო არ გინდა, სიგარეტს ხო არ მოწევ. ჩვენი ასე თქვა მოლოდინი არ გამართლდა საბედნიერო და არ იყო ნაცემი. ესე იგი ადვოკატი იძახის, ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა და არ იყო ნაცემი. ესე იგი მოლოდინი ქონდათ ბატონო ლექსო, დავით რომ ესე იგი ელოდებოდნენ როდის ცემდნენ იმას, რომ მე აეტეხათ ამბავი რა. აი ჯერ შეცალოცი რომ მე არ ვიცი იმ დღეს კიდე ჩვენს ხო გქონდა გავიარეთ ეს ვიკაბუკია რომ გამოეკიდა იმას პოლიციის მანქანა. ესე იგი თან ევიზახ სუსის მანქანას გამო. აი ესეთი ავანტყოფები, აი ამათ ვინაპატიებს ამერიკაში. ეხა წარმოგიდგენიათ აზერბაიჯანში რომ ვიღაცამ გამოეკიდოს პოლიციას მანქანით, ან ესეთი სიცულელეები რო ილაპარაკოს რა დღეში ჩავარდება.